მოგესალმებით, მეგობრებო, ვიწყებთ წმინდა ეფრემ ასურის ხატს, აი ასე გამოიყურება რეპროდუქცია. მე უკვე გავაკეთე ესკიზი, ესკიზი სრულად არ მაქვს დასრულებული, მაგრამ აი ასე გამოიყურება, საკმაოდ ნორმალურად არის გაკეთებული. ცოტათი აქ ვიმუშავებ კიდე წარბზე და ასე შემდეგ, ეს არ არის მთლად დასრულებული და ყველაფერს იდეალურად გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება მთავარს. უბრალოდ ეს დაფა კეთდება შემდეგნაირად. ხედავთ, რომ აი აქაც მაქვს აღებული შუა წერტილი. შუა წერტილის აღება ხდება შემდეგი პრინციპით, მარტივად ესე სახაზავს ავიღებთ და ვზომავთ, ასე ვთქვათ რა, აი მაგალითად და ანუ რაში გვჭირდება ეს შუა წერტილი. აქ ხო გვაქვს შუა წერტილი აღებული, ასევე აქაც. და ამ ხაზზე რომ დავადებთ ამას, ზუსტად გავიგებთ, სად არის შუა. მილიმეტრი არც იქით რო იყოს და არც აქეთ. სად არის ჩემი ფანქარონა? მაგერ არის ჩემი ფანქარონა. ესე იგი, ეს გახლავთ 35. ახლა უნდა გავიგოთ ჩვენ 35-ის შუა წერტილი სად შეიძლება იყოს. საკმაოდ ხანდახან რაღაცეები ისე პროპორციულად არ ჯდება ხოლმე. მოდი იყოს 17 და 5 უნდა იყოს წესით, ხო? მოდი ახლა აქეთ ამხარე ხო 17 და 5, ასევე აქეთაც უნდა იყოს 17 და 5. მოიცადეთ, ვიშუხი. აი ასე 18 არა, არასწორად გავზომე, მე თავიდანვე აქედან უნდა მეკრა. 36 ყოფილა, აი აქ 1 სანტიმეტრი სხვანაირად ავიღე და ეს არის ჩემი ბრალი. ანუ აი ესე გამოდის 36 და ესე იგი 17 და 5, 18 რა ამ შემთხვევაში რა. 18, ნახოთ აქეთ 18 და აქეთაც უნდა იყოს 18, არ გამოვიდა. აი ესეთი რაღაცეები კი ხდება ხოლმე და საკმაოდ მიყვირს ხოლმე. მაშინ აი ახლა არის ეს ზუსტად 17 და 5. ანუ 36 რო ავიღოთ 10 ორჯერ 7 14 35 გამოდის, მაგრამ როგორ შეიძლება? 19 და ასე შემდეგ. ესე იგი ორჯერ 10, 20, ორჯერ 8 არის 16. ანუ 18 უნდა აიღო წესით, მაგრამ როგორც გავზომებ 18 არ გამოვიდა, ხედავთ? აი 18 და 5. 18 და 5 მივიღეთ. უყურეთ 18 და 5 1, 18 და 5 2. ესე იგი შუა ხაზი ავიღეთ, ცოტა არ იყოს წვალებით, მაგრამ მაინც მოვახერხე და ეს არის 18 და 5. შემდეგი პრინციპი იგივეა, აქ 36 და აქაც 18 და 5 უნდა ავიღოთ, მეგობრებო. და შემდეგ ვავლებთ შუა ხაზს. აი ასეთი პრინციპით ახლა. ფანქარი გვაქვს, მოვიმარჯვეთ ფანქარი და აი ესე გავავლეთ შუა ხაზი. ესე ზუსტად უნდა გავაკეთოთ შუა ხაზი. ასევე აი აქეთაც უნდა იყოს და აქეთაც უნდა იყოს. ესე იგი, შუა ხაზი ხო გავავლეთ, რაც არის და ესკიზზე უკვე გავლებული გვაქვს შუა ხაზი, ნახეთ და გამოვიდა რომ აი ესე შუა ხაზით უკვე ზუსტად მივიღეთ შუა ადგილი. აი აქაც ზუსტად როგორც რეპროდუქციაშია, ნახეთ, აი აქაც ზუსტად იგივენაირად გადმოვიტანე. ეს საქმეს ძალიან გიადვილებს ადამიანს, რომ არ ადგე და თვალის ზომით რაღაც არ აკეთო,
ესე მათემატიკურად ასე ვთქვათ, რაღაცა გეომეტრიულად სწორად იქნება ყველაფერი რა. ეხლა აქ დაგვრჩენია უკვე ის ნაბიჯი, რომ ავდგეთ და გადავიტანოთ კონტური. კონტური გადადის შემდეგი პრინციპით. აი, ყურეთ მეგობრებო. მაგალითად, ხო გვაქვს აქ ესა თუ ის მონახაზი და ეს უნდა შევარჩიოთ სწორი ისა რა ქვია მხარე, ასე ვთქვათ, ამის ჯობია ხოლმე რომ აი რაღაც დაადო ადამიანმა ისეთი რომ არ დაგიზიანდეს ეს, ცოტა ისე სათუთად უნდა დაადო და აი ეს უნდა შეასრულო უბრალოდ ისე რომ უბრალოდ შეძლო აი აქ, ხვდებით ესე გადატარება, სადაც არის ფიგურა რა. აი ეს ფიგურასთან უნდა მოათავსო. ამ შემთხვევაში ახლა ვიღებთ აი აქ მეორესაც, რომ შეძლო ამის გადატარება, ესე, ეს მეორე და ამ შემთხვევაში მესამეც. აი აქ უკვე მთლიანად შემიძლია მე გადავატარო ეს. ახლა შემოდის უკვე, ასე ვთქვათ, მოქმედებაში უწერი კალამი არის, რომელიცშიც არ არის შიგნით მელანი. იმიტომ რომ აი ასე უნდა გავაკეთოთ, მთლიანად აი ეს კონტურები, აი ასე ნელა უნდა შემოვხაზოთ მთლიანად რა, ასე ვთქვათ, აი ასე. ეხლა მაგალითისთვის გაჩვენებთ რომ და ჩვენ შეგვიძლია დავწმუნდეთ, აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ გადადის თუ არა იქით ჩვენი ხაზი და აი ნახეთ, ხედავთ ესე მე ცოტა ისე ძლიერად არ დავაჭრე, მკრთალად და სასურველია რომ ეგრე მკრთალად იყოს ხოლმე რა, ძალიან ძლიერად მე რაღაცაში მიშლის ხოლმე ხელს მეგობრები. მოკლედ ესე იგი, აი ეს გადავიდა ესე და აწი იწყება რომ ეს კონტური ესე გავაკეთოთ მთლიანად. აი ესეთი ვარიანტია რა. ასე უნდა გადავიყვანოთ ყველაფერი და აქ ახლა უბრალოდ რომ შეგახედოთ ფაქტიურად შესახედი არაფერი არ არის დავასრულებ ვიდეოს ამით. ვინმეს თუ გაუჩნდება სურვილი რომ რაღაცა ვერ გაიგო ან რაღაც ამდაგვარი გააკეთოს, ხო? ეხლა იმის თქმა მინდა რომ აქ ამას რასაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი გადავა იქით. აქ ორი აზრი არ არის. ვინმეს თუ რამე სურვილი გაუჩნდება რომ გაიგოს ესა თუ ის საკითხი, შეუძლია კომენტარი დაწეროს და რა ვიცი, დავაკვალიანებ ყველაფერში. აბა, კარგად ვზარდებოდით.